ჩვენ გადავიღებთ რომელია ნამდვილის მესამე ეპიზოდი. სულ გვექნება 5 რაუნდი, თითოეულ რაუნდში წასდგება 5 ადამიანი და უნდა გამოვიცნოთ რომელი არის ნამდვილი თავის საქმის პროფესიონალი. ჩვენ უნდა გამოვიცნოთ რომელმა დაიკლო 50 კილო. რომელი არის კარიკატურისტი? ვინ იქნება მესაფლავე? რომელია ბრეიქდანსის პროფესიონალი მოცეკვავე და ვინ არის მსოფლიო ჩემპიონის საქართველოს სახელი? იდეალური კატეგორიზებაა, ნიკა, ოჩახი, კაი მოფიქრება იყო. დავაჭიროთ subscribe ღილაკს და გავეშვათ ეთერში. კი ბატონო. გამარჯობა. რაკაცი. გამარჯობა. ერთ-ერთმა მათგანმა დაიკლო 50 კილო, როგორც იუწყებიან ჩვენი ბიჭები იქ. კი ბატონო. ერთ შეხედვით ძალიან რთულია, მიხვედრა და. მოდი, აი პირველი კითხვას გუგა დასვავს და არა, მე ჯერ მინდა რომ დავაკვირდე უბრალოდ. ხმამაღლა რო იფიქრო თუ შეიძლება. აი რა იფიქრე, ხაი პირველ მონაწილეზე რა იფიქრე რომ დაიწყო. აი მესამეს და მეოთხეზე აი ხელები რო ხო მესამე ხარ აი ხელები რო ჩამოწევ. მავალ შენიაზე ჩამეს. ანუ ისეთი გამხდრები არიან ეს მესამე და მეოთხე. ხო. რთულია რომ მათ დაკლებული იქონდეთ 50 კილო. თქვენ რამდენი კილო ბრძანდებით ამჟამად? 60. 60? რა. თუ და ნაკლები მგონი. მე სხვათა შორის უფრო ნაკლები. კარგად გამოიყურებით. მინდა გითხრათ ერთადერთი გოგონა ხარ და განსაკუთრებით თქვენ გეტყვით. რასაც ვერ იტყვი? რასაც ვერ იტყვი დანარჩენ 4 ბიჭუნაზე. მე მაქვს ჩემი ვერსიების ორი ვერსია აქვს მე ისმის. მეხუთე ნომერს გითხრა როგორ ახლა გინებსა? დიალოგურად. სახელი? გიორგი. შენ არ გაქვს დაკლებული. 1-5 კილოს კიდე მოიკლებდი ჩემი არიყოს. ეხლა ვარ 120. გაგიჭირდა ისე 50 კილოს დაკლება? ბიჭო კი სხვათა შორის ძალიან რთული იყო მართლა. რა დიეტა თუ ვარჯიში აი 18 საათიან დიეტას რო ეძახიან, მაგით დავიყვანე. რამდენი 18 საათი დაგჭირდა? ბევრი სხვათა შორის. გაიწნეხი იყო ნამდვილად. რომელიც ვერ გადავა. ისე რა მეტნაკლებად. მეორეზე და მეხუთეზე უფრო მაქვს მეც გუგა შენ. მესამე ოთხი სრულიად სიურპრიზით შეიძლება იყოს რომ მესამე ნომერი აღმოჩნდეს არ გამიკვირდა. ძალიან გამიკვირდება რა. მეორე ნომერს ვკითხავ, მაშინ მე რამდენ ხანში დაიკენე ეს 50 კილო? დაახლოებით 2 წელიწადში ალბათ. 2 წელიწადში და რას მაგაიარდა რა? არა, არანაირი ჩარევა. ჯანსავი კვებით და ვარჯიშით. ჯერ ამ კაცს. რატომ ჯერა? ისე ამოწოიმა, ნამუშევარია 2 წელი მუშაობდა. ახლა კიდე ფიქრობ დაიკლო 1-2 კილო თუ შენი? არა, 2 არა, უფრო მეტი მახე. კიდე? რა გინდა მეოთხე ნომერს გინდა დაემსგავსო თუ რა ხდება? ძალიან გავხდაი და ანუ კომპლიმენტად მიიღე, იმიტომ რომ კაი, ვეღარ გამოასწორებს. არა, ძალიან გამხდარია. თონიგე ცოტა უჭირს კი ბატონო. კომუნიკაციები. მეოთხე ნომერს კითხავ. გამარჯობა კიდევ ერთხელ. ზედმეტი ხო არ მოგივიდა დაკლება, აი რას ფიქრობ? არა, ან მუღამ რო შევყევი მე. შევყევი და ვეღარ გაჩერდი ხო? ახლა სტეიკი რო შემოგთავაზოთ მიირთ, მე ვიტყვი ყველა რამე რო იყოს. რომელი იტყვის უარს ხო? არა, რატო? აი პირველი ნომერი მეგონი არ ამბობს. ხორცს არ ჭამ ალბათ. ძირითადად ქათმის ფილის ხორცი თუ იქნება. რაღაც არ წარმომიდგენია რომ 50 კილოთ მეტი შეიძლება იყოს ეს ადამიანი. რა ეფსიძახი ვერ ვიგებ. ბიჭო მე მივხვდი, მეც არ წარმომიდგენია. აი ხა მოუმატე ამ ადამიანს 50 კილო და წარმოიდგინე. თუ რა ვერ წარმოვიდგინე. ვიფს არა ლაპარაკი. მესამეზე არ გვითქვამს არაფერი. ხო და მე მაინტერესებს აი როგორ დაიკლო ეს 50 კილო. მეტი ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა. ველოსიპედი. არანაირი დიეტა. კაი. რამდენი წლიდან იყავე პუტკუჩა? ბავშვობიდან სულ. პუტკუჩა, ანუ შენც იგივე წონა ხარ, ეს კაცი 50-ს რომ მოიმატებს, პუტკუჩა გამოდიხარ შენ ესე იგი. შენი წონა გახდება ზუსტად. რა იცოდი. პუტკუჩა. მეგობრებო, შეგახსენებთ, გამოცნობა არის +1 ქულა, შეცდომა არის -1 ქულა, თავშეკავება 0 ქულა. ამიტომ შეგიძლიათ ბიჭებო, თავი შეიკავოთ, ან გაურისკოთ. ნახე მე ორ ადამიანს შორის ვფიქრობ და მაქვს ერთი ლოგიკა, რომელსაც ვიტყვი, როდესაც ავწევ. 1 2 2 3 ერთ და იგივე გვაქვს 2 2 2 რატო გადაწყვეტეთ? იმიტომ რომ მე მგონია რომ დაკლებული წონის ვიზუალიზი არის ეს ადამიანი. კიდე გარდა მაგისა, აი მეხუთეზეც რომ შედარებით ახალგაზრდა ბიჭი არის, მგონია ასე. რამდენი წლის ხარ? 18. ხო, ან როდეს მოასწრე ვერ მოასწრებდა ამდენ რაღაცას რა და ამიტომ მეორეს უფრო 18 წელზე მეტის არის. 50 კილოსაც აიკლებ, ძალიან რთულია რომ აი ესეთ გამხდარი გახდე ბოლოს. მე ამ კაცს დავინახე რომ ნამუშევარი აქვს. ხო და პროფესიონალურად კი ხო. -50 კილო ადამიანია. ერთ პატარა ნაბიჯი გაგვაგებია. ბრავო რა. რაღაცა რა იყო და before after. რამდენი კილო იყავი? სადღაც 115. 115. ეხლა რამდენი ის? 65? მოიმატე მე ის. დაკლებული. იქ ფოტოს მე მოიმატე ესე ცოტა. ეს იყო დაახლოებით 5 წლის წინ. გასაგებია. ბრავო.
მაგარი ნამუშევარია. გამოვიცეთ გილოცოთ ბიჭო. მადლობა მეგობრებო. მაყურებელს შევახსენებთ ამ შემთხვევაში ჩვენი გამოსაცნობია კვალიფიციური მესაფლავე, საფლავის ოპერატორი. საფლავის ოპერატორი. კი ბატონო. როგორ მიდის აბა საქმეები არის მუშაობა? ისე კი. ამ ბოლო პერიოდში არის. არის ხო? ნახეთ სამს ნიჩაბი უჭირავს ორს არის, ნუ ალბათ დეკორი არის. აი მეხუთე ნომერის საკმაოდ სოლიდურად ბიზნეს გვამებზე მუშაობს. პრემიუმ. VIP ცხედრები. აი მეორე ნომერს შევეკითხები მაგალითად, აი დაახლოებით რამდენი ადამიანი ყავთ დაკრძალული თქვენი? სადღაც 10 წელია მუშაობ ამ პროფესიაზე რა. ალბათ 200-ზე მეტი რა. 200 10 წელი არის. მოდი, აი ახლა გამოუთვალოთ. დასვენების დღეებიც ხო მქონდა. არა, ცოტაა, ცოტა. ცოტა ხო? კი, იმიტომ რომ ანუ წელიწადში 2 მაგრამ მოგიწევს. იქნებ არ მუშაობს ეს ადამიანი. სულ რო კვირაში 1 დამარხო მაინც. მე ყურაში 1 მარტის არის რა. დღეში მარხავენ 10. კი, არის ცოტაა, ცოტა. პირველ ნომერს ვკითხავ, ნიჩაბი თქვენ ალბათ მობეზრებული გაქვთ და ამიტომ არ გი. დავტოვე. კი ბატონო. აი რა მაინტერესებს, ანუ თქვენს განიცდით ყოველ დაკრძალვას ესე თუ უკვე გატრუხებული ასე ო ადამიანურად რა თქმა უნდა განიცდი. მაგრამ ნუ მაინც ახლა ყოველას რო გადაყვეთ ალბათ კი ბატონო, შენს დარჩები მაშინ. მაშინ დარჩები მართალი. მეგონის და პროფესიონალური პასუხი იყო. აი მესამე ნომერს ვკითხავ რა. ჯანი აქვს აშკარად ჯანიანი ადამიანი. მე გეტყვი პირდაპირ. არ გავს. აი ხუმრობა მოსულა თქვენ სფეროში, ანუ აი ახლა რო ხუმრობთ რაღაცა ყოველდღიურად. ხო, ანუ მაინც ახლა ისეთი სფეროა, რომ ხალხი ტირის და რავი ცხოვრებას კარგავს, მაგრამ მაკაცებისგან ყოველდღე არის მაგაზე. ანუ ხო არ ვახ, ბიჭო, ძალიან რთულია. იცი რა არის? ჯერა ეს პასუხი ძალიან ლოგიკურია. თქვენ რა სიტყვით, ანუ როგორ ხდება? ნუ მაგალითად ღეღენით ვთხრი ხოლმე საფლავს. როგორ? სიმღერით ღეღენით, ხიარულად. ანუ ხალხი ესწრება თქვენ ღირინებთ ამ დროს. ეხლა მიცვალებულების ხო ადამიანები არიან რა. საერთო ენა შეიძლება გამოვიდა. აი რა გიღიღინიათ. რა ლექსი წამიკითხია galaktionis მესაფლავის ალბათ. ვა. 5 ნომერს კითხავ რა, თქვენ ამ ფორმაში ალბათ არასრულებთ ხო ამ სამუშაოს? თუ ესე მუშაობთ? ძალიან ელეგანტურად გამოიყურებით, მაგის თქმა გვინდოდა. ანაზღაურება როგორია, აი მაგალითად 3000 ლარზე მეტი გამოგდით ყოველთვიურად? ხანდახან. ახლოს ვართ ანუ, ხო? ერთის ფასი შეგიძლიათ რომ გითხრათ აი ერთი პროცედურა. თქვენ რამდენი გრჩება თქვენ დაწილად? 60. 60. 60. რეალური ციფრია. ანუ ორნი ხართ ხოლმე სამუშაოზე თუ მარტო უძღვებით? ვერ მეტყვით. გააჩნიათ ხედარს თონე. კარგი, მივიღოთ. არა, მივიღოთ, მაგრამ ცოტა მეუხერხულება ამ ზოგადად ამ თემას რომ ვიხებით. ხო, ანუ აი მეორე ნომერს ვკითხავ, რა პერიოდშია ყველაზე კაი მუშაობა, რა თუ მუშაობას მოეძახით ხო? კორონას დროს უფრო კაი იყო. როდის? კორონას დროს. კორონას. ბევრი გარდა ანუ მეგობარის ახლობელის გარდაცვლილი ხო? просто კორონას დროს, მაგრამ მე ერთ რამეს შევნიშნე, ვისაც არ ეცინება შედარებით პროფესიონალია. ხო, 1 2 3 დავშეკავება. სამიანია, 2, 4. მე 3-ს ვფიქრობდი და თავი შევიკავე. მე ერთსაც ვფიქრობდი ან ორ ნომერს. იმდენად სწორი და კარგი პასუხები იყო, სავარაუდოდ. სამიანი თუ არის 2-ზე წინ წავალ. მოდი გამორიცხობით დავიწყოთ. 5-იანი არის თუ არა, ხო? 5-იანი არის თუ თქვენ არა. ბრძანდებით ნამდვილი მესაფლავე? ეხლა სიმართლე უნდა გითხრათ. კი? მართლა? სერიოზულად, ხო? მართლა? აი, არ მჯერა. მეხუთე? თქვენ ბრძანდებით და ძალიან საინტერესო. კი მიეჭერო სპეციალურად ისე იყო რა ეს ყველაფერი დაგეგმილი, მაგრამ მე სიამოვნებით რომ გარდავიცვალე თქვენთან მოვიდოდი შეკვეთით ასე ვთქვით. როგორ ისტორია რომ მოგიყვეთ, როდის დაიწყეთ მართლა შეგიძლიათ? 5 წელია. 5 წელია? კარგი, მადლობა დიდი. მადლობა დიდი. გაიხარეთ, უგმეს მადლობა. მადლობა დიდი. ბავშვებო, თქვენთვის ახალი ამბავი გვაქვს. სხვა სამყაროს მეორე სეზონი უკვე სქულაფშია. პერსონაჟები ანიმაციურად გაცოცხლებიან მონიტორებზე. ჯერა რომ ბევრ გლითერებს დააგროვებთ და ყველა მისიას წარმატებით შეასრულებთ. გახსოვდეთ, რომ სხვა სამყარო გეხმარებათ ფინანსური განათლების მიღებაში, რაც აუცილებლად გამოგადგებათ რეალურ სამყაროში. ახლა კი ავირჩიოთ და განმავითაროთ ჩვენი ავატარები. გაკვეთილი დასრულებული.
ულამაზეს საზოგადოება შემოგვიერთდა. მოდი მესაფლავის მე ცოტა მოვიდეთ ხასიათებზე და დავიწყოთ ჩვენი კარიკატურის შესრულება. პრინციპში სანამ ვისაუბრებ შეგიძლიათ დაიწყოთ. პროცესში კითხვებით შეგავაწუხებთ. შეუდგენ. აი. მე მაქვს ერთი ის, რომ აი ნახე მოლბერტები დაგვაკლდა აშკარად ორგანიზების თიმს და იქით გონია რომ ეს დიზაინში არ იყო გათვლილი და ეს პატარები ამოვიდა. მაგრამ ვინც ნამდვილი მხატვარია თქო, ვფიქრობ რომ იქ არ იჯდებოდნენ. თუმცა შეიძლება ეს დამაბნეველი იყოს. მე რა არ მომწონს, ამ მოლბერტზე ძალიან თაბახია მარტო აწეპებული გაიგე. აი, ესე იგი, მე უკვე ეჭვები მაქვს და აი ნახე როგორ გამომხედა. მესამე ჰაბიტუსით მხატვარს გაწააგო. ყველას დაბლიდან დავიწყოთ, მეხუთე ნომერი. ყველას ვხატავ თუ ერთ-ერთს? არა, სამივეს. სამივეს. მე ვხატავ გუგას. დიდი მადლობა, წავიღეთ ეს სხვათა შორის გუგა ძალიან კაი მასალაა კარიკატურის დასახადად. დიახ, აი ყბა ძალიან ისეთი. ზუსტად ეგ გულის ხო? ვის ხატავთ თუ არ შეწუხდებით? აი, შუაში ნიკას? ძალიან სასიამოვნო. კაი დასახატია მართლა. შეგიძლიათ ბლეკ ანგუსი დახატოთ უბრალოდ ფოტოზე და გამოვა ნიკა. აუ, ნახე ყბას როგორ მიკეთებს ის, აი. ძალიან ოვერექტინგია. აი ეს მიკეთებს, აი ეს ხატავს. ეს ჩემს პირდაპირ გოგონა ძალიან პროფესიონალურად მუშაობს, რასაც ხო, აი თავ ჩახრილი. ის თითი რო აქ აწეული. ნეკა დარჩა გართულის გარეთ დარჩა. ახლა მაინტერესებს. აი ეს ნეკა, აი. რო გითხრა რა, მაგნეკით რას ვაფიქსირებთ? უკაცრავად. აი ნეკას ვის ამ აი ეს უბრალოდ ჩემი სტილია ხატვის და. როგორი ძალიან. ძალიან ბევრი სტილი აქვს, აიგე. მეხუთე ნომერია ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს ტილო, რადგან ადამიანმა მართლა უნდა იმუშაოს. ხო, მაგრამ ხელებს ვაცმაცუნებს უბრალოდ, აი მაგას რა უღოთ. ყველაც მაცუნებს თორნიკე. არა, დანარჩები ხატავენ. ნუ იხატავ შენ. მეოთხე ნომერს აქ ქვიათ სახელი? პატა. პატა, გენაცვალე. მე მგონია რომ შენ ხატავ. შენ თმაზე ვარ ეხლა. ხო. მოდი რა, მე სანამ ავწევ ვიტყვი რომ ვარდისფერი ულამაზეს სამოსით ყოფილი გოგონა არის ნამდვილი მხატვარი. გენაცვალეთ, მადლობა და მეც ხომ ხატავთ იმედია. არა. მე ხომ მხოლოდ ეს. ანუ ეს კარგია თუ ცუდი არ ვიცი, კარიკატურაში ყველაზე კაი დახატვადი მე ვარ. თუმცა ძალიან კარგი ისინი გაქვს. ნაკვთები ხო? გამოკვეთილი. კი, აღნიშნა უკვე მესამე ნომერმა, ისთვისაც დიდი მადლობა. იბატონო, შენც არანაკლები. გოგონები მეც უფრო მეტად მგონია რა, რატომღაც არ ვიცი. მაგრამ იქითაც შეიძლება სპეციალურად დასვეს იმ პატარა იმას. მორჩი? დავასრულე. ვინ დახატე? სამივე ერთ. სამი. თქვენც მორჩი? ჩემ ჯერა. ჩემ ჯერა. ისე შეგაგითხარი. მეორე რო ხატავს ვიცი რა, ზუსტად ვიცი რომ ხატავს, მაგრამ კარგად ხატავს თუ არა. კარიკატურა უნდა იყოს ძალიან მარტივი რა, ჩემი ეს არ სჭირდება ზოგადად. ვასრულებთ ცოტა. კი ბატონო. მე მაგალითად დავასრულე. როგორ? დავასრულე. მოდი რა, აღარ იყოს თავშეკავება რა. ას ქვი, აღარ იყოს თამაშის წესებს ნუ ვიცნობილი. არა. შეკავება ზოგადად ამ აზიანებს ჯანმრთელობას რო იცოდეთ. მინდა ეს იყოს თავი, მინდა იყოს ქვედა თავი. მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას ამ ბრწყინვალე ნამუშევრებისთვის. 4 უარგისი და 1 ბრწყინვალე ნამუშევრისთვის. არის 4 უარგისი, რომ შეიძლება ერთი მაგარი ნამუშევარია, ერთი არის კარიკატურა. 4-ს დავუკუჭავთ და მოვათავსებთ ნაგვისურნაში, ან პირდაპირ ჩავრეცხავთ და 1-ს დავიკიდებთ. არა, 5-ივეს შევინახავთ აუცილებლად. წავიდა. 1 2 3 პირველი 2-2. მოდი დავიწყოთ გამორიცხოთ. ვინ გონია ყველაზე? შემოვატრიალები. ყველაზე ნაკლებად მგონია 3 ნომერი. იმიტომ რომ ოვერექტინგი იყო ნამდვილად. დაფიქსირდა და მაშინ მიიღეთ. ეს ნამდვილად არ არის ჩვენი ეს გუგა, ხო? დიახ, ბარი ქვით. ეს თუ შეიძლება ეს სურათი ჩამოვკიდოთ. შევინახავ მაგას და აუცილებლად საჩუქრად შეგარ. კარგია, გუგა, გილოთ. ვინ გონია ყველაზე ნაკლებად კიდე? პატა მე მგონი ყველაზე ნაკლებად გონია. დატოვე. შეგიძლია დატოვე? არა, დატოვე, კაი ეგრე. ეს არ არის ჩვენი კარიკატურა. Yes, არ არის ეს კარიკატურა. ბიჭო, ნახე რა ნახატი. იდეალურია მართლა. რატომ ატყუებდი? ხო გთხოვე არ მომატყუებდი. ხო, უფალო. შემოგვიტრიალე მეორე ნომერო. მე უნდა ვიყო. არ უნდა იყო, გთხოვ. არ იცი შემოტრიალება. ვასარი. ეს ქალის ფორმაში. მე ვაბრა. 23-ში დაიხატე. ნამური ნამუშევარია. ბრავო რა, მადლობა რომ აი ჩემზე იმუშავე. აი შემოგვიტრიალოს პირველმა იქნებ უკეთესი გაიჩნდეს. არა მგონია. გთხოვ, იყოს უკეთესი კარიკატურა. ნამდვილი კარიკატურა. კი ბატონო, გასაგები. ყვავილი.
ძალიან დიდი მადლობა. გუგა გილოცავ. ქალის ფორმაში რატო ხარ? ბიჭო, საკმაოდ კარგი ისეთი ქალბატონი ვარ, გავიცნობდი ნამდვილად. 2 წუთში მშვენიერი ნამუშევარი. სხვათა შორის, აი, თავიდანვე რომ შემოხვედი, მივხვდი, რომ აი ისე რაღაცნაირად აი მხატვრულად შემოხვედი. და ეგრევე მივხვდი და პროცესში დავწყობდი კიდე. დიდი მადლობა. ბრავო, საოცარ ნამუშევარი. მაგრამ მე მეხუთე უფრო მომეწონა, მინდა აღვნიშნო რა. აგეწყინებათ იმედია. აი, აგერ სად არის? აი ძმაო. გენოცვალე მართლა აქედან შორიდან. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა უძმესი. ფრენდშიპსები შეგიძლიათ ააგემოვნოთ. გაგვიზარდეთ. რა ვიცი, კიდე რამე კითხვა ხომ არ გახუგა. მე მაქვს კითხვა. არხი თუ გაქვს გამოწერილი ჩვენი ისე, მაინტერესებს თუ რა თქმა უნდა. მე მგონი ისეთი კითხვა იყო რა, არ რომც არ ქონდეთ. ორმა არ დაიქნა. აი პირველი ნომერი მაგალითად ზუსტად ავწყინოდა. კი ბატონო. გვიყურეთ, მაგრამ არხი არ გაქვს გამოწერილი, მაგრამ მაინც დიდი. აა გინდა ბიჭო. არა, ვერ დავწნე ხელოვნებაზე. მადლობა. მადლობა ყველას დიდი. მადლობა თქვენ. აბა, კარგად. აბა ტაშის ფონზე რო თუ შეიძლება რომ გამარჯობა ყველას, გამარჯობა. პატა არ არის? ვინა პატა? ცეხა რო ხატავთ. აა. პატა? შენ ხარ? ცეხა დამჯდარი სხვანაირი. ფეიქ ხატვარი იყო და რეალური კაცმა შეიძლება შეავსო. არგი, მოგესალმებით. ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ ამ შემთხვევაში პროფესიონალი ბრეიქდანსის მოცეკვავი. კი ბატონო. პირველ ნომერს ვკითხავ. ქცივა თუ აი შემოსილი ხარ სპეციალურად თუ რაღაცას მალაო მაგალითად ბრეიქდანსის ანუ დაანდუტი. რა უნდა დამალოს თუ მედლები ხო? აი მედლები. შეიძლება. ქცივა? აი აქ დუტის კურტკები. რამდენი წელია ზოგადად? 10 წელი. 10? და რამდენი წლის ხარ? 28. შესაძლებელია. ნამდვილად შესაძლებელია გეთახმები. მეორე ნომერსაც დავუსვათ, მაშინ სხვა შეკითხვა. რამდენი წელია რაც ამ სფეროში ხარ? ვა, რა სად ხო კარგად ვხარ, გენაცვალე. ეს არის უნიჭი. სად გაგახსენე? ხო კაი იყო. გენიოსი ხარ. 6 წელი. 6 წელი ამ სფეროში. და უკვე ეს კარგად ცეკვავტო? მე პირველსაც იგივე ვკითხეთ? ხო. ჩემთანზე არ მომწეს. მაგიტო შეგაქ. მართლა ვერ მივხვდი. მე რეაქციაზე მივხვდი. ხატა რა ხდება? გამაგებ ხატვარიც ხარ. მასოვკა ხარ. გაგისწორდა ხო აქ ყოფნა და მაკონჩი კიდე ერთიც შემოვა ბიჭები. კიდე ხო არაპირებ? არა. შემდეგში არ ხარ. შეიძლება. ასაცმლითაც ძალიან დიდი ინფორმაციის მიღება არის შესაძლებელი. ხო რაღაც ილეთი ხომ უნდა გააკეთო დასრულების მიდე. არა მგონია ჯინსებით თუ შეგიძლია ჯინსები. არა, ჯინსებითაც ცეკვავენ. აი ფეხსაცმელსა დავაკვირდეთ. რა მნიშვნელობა შეიძლება სპეციალურად არ იცოდი. როგორც იმას გამოწკეპილი მესაფლავე იყო, რომელიც ჩაოლებრად შევხვდებოდი ბიზნეს ოპერაციაზე. აი მეხუთე ნომერი მომკალი და არ მგონია რომ ბრეიქდანს იცეკვებს. პირიქით გამოცდილი არის ადამიანი, რომ შეიძლება და ანუ ნახე ანუ უკვე აი ჩასახობი ველიგაცია ვარ. ხელები უთამაშებს. ერთი სული აქვს, ერთი მოძრაობა გააკეთეს კი. დღეს და ამუღამა. მეოთხეს ვკითხოთ, მოდი მაგ. ძალიან პროფესიონალურად დგას. რატომ ბრეიქდანსი? რატომ ბრეიქდანსი? ხელოვნება არის. ძალიან ლამაზი. ხელოვნების მეტი რა არის? ერთ-ერთი საყვარელი ხელოვნება არის, მე ყველაზე ლამაზი სანახაობრივი არის ტეკენს თუ თამაშობდი და ვის ირჩევდი? როგორ? ტეკენს თუ თამაშობდი და ვის ირჩევდი ხოლმე? ტეკენში ვირჩევდი ხის კუნძს. ედის არა. ედიკუროს არა. ხის კუნძი კაი იყო სხვა. იმიტომ რომ საკმაოდ ბავშვობაში ვთამაშობდი ტეკენს და ბრეიქდანსის ცეკვა ცოტა მერე დავიწყე და მერე გაჩნდა ჩემთვის მაგის ინტერესი. ხის კუნძს საიდან და მართლა ირჩევდა. ეს კაცი ტეკენს თამაშობდა ნამდვილად. ტეკენი დღესაც არსებობს, მინდა გითხრათ. მეხუთე ნომერს ვკითხოთ. რატომ ბრეიქდანსი? აი მეც ესეთი ორიგინალური ვიქნები. ზოგადად ციკლაზე ბავშვობიდან დავდივარ. თავიდან ქართულებდა და დაგვაწყებინეს ყველას. და მე რაღაცა ესე მივყევი უფრო და ბრეიქდანსი ხიბლობს რა შედარებით სხვა ცეკვებიდან ესე რა ვთქვა. ძალიან დამაჯერებელი პასუხი იყო სხვათა შორის. აი პირველი არის სპორტსმენი რა. კი. სხვა სპორტით ხარ დაკავებული, არამე სპორტით ხარ დაკავებული? როგორ? იოგა. იოგა და ახლოს არის კი. მაგრამ მესამე უკვე გამოვრიცხო ხო? პირიქით. მე მგონია რომ მესამე კაკასი წეგანი იყო ხატვად. და მე ის არის იყო ხატვარი. არა, სამ დაგჭირდა მასოვკა. და ის რეალური ბრეიქდანსი მოცეკვავე. შეიძლება კი, რატო არა? აი რატო არა? შეიძლება. ძალიან თავისუფლად. მეორე ნომერს ვკითხავ რა. ჰიპ-ჰოპის სხვა მიმართულებებიც თუ გიტაცებს აი მაგას. ზოგადად მუსიკა ყველაფერია ჩემთვის. ჰიპ-ჰოპი კონკრეტულად თუ ისედაც სხვა ჟანრი. ეს ჟანრი. და ბრეიქდანსი. რა თქმა უნდა. ძალიან რთულია. მე თავი რო არ შევიკავო და გუგამ ჩაიჯვაო რო არ თქვა, მე ავწევ ჩემს ვარიანტს. მიკასავით არ მოვიქცევი ქალაჩუნად დედალევით. 1 2 3 თავშეკავება. რა? რატო? ატომაც არა. ჩმორი ვარ. კაი, მოდი მაშინ რაღაცა გვიჩვენოს, ვინც არის ნამდვილი. სამთვალზე ორი ნაბიჯით გამომე 4 დაიძრა. მოიცა. გამობზანდით.
yes. Toma! Oime, oi. Tu aretino. Aretino, oime. Bravo! ეთყობოდა რა, ეთყობოდა. ბეტონი იყო, ვერ გაგაფრთხილეთ, მაგრამ იმედია. ხო არ გეტკინა. რაო რა. აი კურკით ატყობოდა. ბრავო, ხო ხედავ როგორ გამოიცენ. ესე იგი სწორ გზასად გახარ, მადლობა. მართლა სწორ გზასად გახარ ესე იგი, იმიტომ რომ ყველა მივხვდით რა. თქვენც ახლოს ხართ ამ საკითხთან თუ არა? შენ რა ხდება, ასთან ხარ ახლოს. პროსტა ხარ? პროსტა ხარ ხო? მადლობა მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. ძალიან გაფასებთ, ძალიან მიყვარხართ, მიუხედავად იმისა, რომ არ გიცნობთ, ყველა ძალიან მიყვარს. მადლობა დიდი. აბა პაატა გელოდებით. შემდეგ ეტაპზე. ბოლო რაუნდში არ შეგვიძლია თავშეკავება, ამიტომ თორნიკეს ერთადერთი შანსი არ აქვს, რომ გამოიცნოს და ვასას შეეშალოს. რა ვასას რატო შე? სამს არ ვარ? სამს რატო ხარ? არ შეგშლია არც ერთი? მართალია ეს ვიჟიშვილი. რას ნელ-ნელა მაგინებს, გადმომავალეო, აპგრეიდი. სოფლიო ჩემპიონი არის ერთ-ერთი ადამიანი, რაში არ ვიცი ხო და ეგ უნდა გავარკვიოთ რაში. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? გაიხარეთ. მიხარია თქვენი ნახვა. განსაკუთრებით მეხუთე ნომრის, რომელსაც უკვე მეორედ ნახულობ. აი, მოდი დავიწყოთ. აი, ვინ რაშია სოფლიო ჩემპიონი? თავიდან რომ თვითონ გითხრა რა სიტყვა. მე მესამე ნომერს ხვდები რომ არის სოფლიო ჩემპიონი. აი, გინაცვალეთ. დიდი მადლობა რომ ქვეყანა ასახელეთ და რა ვიცი. ანუ აღარც ვიკითხავ ბევრს, არავის სოფლიო ჩემპიონის აურა მოდის და დატოვე მაშინ. მოდი შევთანხმდეთ რომ აღარ შეცვლი საერთოდ. კი ბატონო. აბა პირველ ნომერს უსმენთ თქვენი სახელი და რაში სფეროში ხართ მაგარი, რას ფიქრობთ? წარმატებული და სოფლიო ჩემპიონი. გამარჯობათ, მე ვარ ქეთო და მე ვარ ჭადრაკის სოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. გაფრინდაშვილი ხო არ ბრძანდებით? როგორ? გაფრინდაშვილი ხო არ ბრძანდებით? არა, ვინახართ, გაფრინდაშვილი ვინახართ. მაგრამ ვიქნებოდი. იქნებოდი. ნო, ესე იგი ვერ თამაშობთ მის დონეზე ხო, ჯერჯერობით მაინც. მაგრამ სოფლიო ჩემპიონი იყავით ახლა, რა ვიცი, მაინც კაი შედეგია. კარგი, მოდი მეორე ნომერს გითხრათ. მე ვარ ანასტასია, სოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში. ჭადრაკი. ყველა ჭადრაკი. აი მესამე რო თქვას ჭადრაკიო, ავიღებ უკან ჩემი მას, იმიტომ სპორტი უნდა იყოს აუცილებლად. სპორტი. არა, მე ჭადრაკის სოფლიო ჩემპიონი ვარ. ჭადრაკის? კი ბატონო. თქვენ მეოთხე, ყველა ჭადრაკის. ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ ინდოეთში გავემარჯვე 3 წელს წინ. რაში ხარ ჩემპიონი არ გვეუბნები? არ გვეუბნება. რატო? მე არ გვეუბნები. აი მივხვდები თუ თქოს რა. კარგი, აბა მეხუთეს ვუსმენთ, ეხა სიმართლე გითხარი. ახლა მაინც გითხარი სიმართლე. მეც არ ვიტყვი მაშინ. ვიტყვი რომ სპორტში არის სოფლიო ჩემპიონი ვარ. ჭადრაკი სპორტია. სპორტში. ერთ-ერთ სპორტში. ჭადრაკი არის თუ არა? შეიძლება იყოს ჭადრაკის. როდის გაიმარჯვე ინდოეთში? 3 წლის წინ 15 წლამდე ჩემპიონატი იყო. სპილო თუ იყო ჩართული მაგს. სპილო გაჩვქეს. გამოურიცხეთ. რომელი თვე იყო? ხო გონია რომ შეუძლია მომავალ. იანვარი იყო. იანვრის სპილოები არ ყვავიან. აი, სად გაიშიფრა. მიხვდი? გეუბნება რამე? არ ყვავიან. მესამე ნომერი მართლა სოფლიო ჩემპიონი. პროფესიონალურად გას, მაგრამ სპორტი მე ეგ დგომის ჩემპიონია. რო ყოფილი, აი ბატონზე ხტომა. ცეკვა, ტანვარჯიში ხო? აი რაღაცა მგონი რომ მაგრა გას. ბიჭო, მეოთხე ნომერმა რატო არ გითხარას? ამიტომ ვერ მოიფიქრებს ისეც, რომელიც სტანით შეიძლება კონდეს. დიახ, ზუსტადაც. ტანმოვარჯიშ. ვარი ჭადრაკი. ჭადრაკიცაც არ ამბობს, მაგაშია. დარცი? დარცის ჩემპიონი შეიძლება. მაგრამ სპილო მაჩუქავა, ეხა ვის ეღადავიღე ესე. მოდი ხარ. ხო. ხალხი რას იტყვის? კაი, მეხუთე ნომერიც, ესე იგი, კაცის დანაკლის სისტემა არის ჩემი აზრით. აბა, შეიძლება წინა გამოცდილება გვაჩვენა რომ ესე შეიძლება იქ ინვესტიცია გაკეთდა რომ ვითომ ეგრე ვაკეთებთ არის აქაც ეს აი ეგ თუ იქნება ბიჭებს წარსას დაუკრა უზემოდან ამ სცენარისტს ამ სცენარისტს იმედი არ გამიცრო თავიდანვე თქვი იცოდე იქ ჭადრაკის ფიგურა არ არის ხო აშკარად სტატუსზე ხო არ როგორ არის რამე დედოფალი ოფიცერი ბიჭო ოფიცერი აი მე ჭადრაკები ხატია არა ბიჭო ოფიცერი ცოტა რომ გაწიეთ შეიძლება ქურთი არ შეიძლება არა ის პროფესორი დედოფალის ფიგურა და არ არის დავიჯერო ეს თუ სპეციალურად ამოიქარგა ამ ადამიანს ამ ვიდეოს არის მე აუ შამიშალე ჭადრაკის ფიგურა ხატია თან სპეციალურად აჩენს ადამიანი ხო ანუ არიცოდა ორგანიზატორებმა რა არიცოდა ერთ-ერთი ადამიანი ვისაც სპეციალურად აქვს ეგრე გაკეთებული შეხედა ხო და ტატუები არა აქვს ჭადრაკის და შეიძლება გამორჩა თუ რა იგი არ არსებობს ამას არ გამოტოვებთ არ არსებობს მაგრამ შეუკრავ ხო იქრება ანუ შეიძლება ვერ მიხვდა რომ მეფე თუ დედოფალი ვერ დავინახე დედოფალი გითხავს თვითონ
მაგრამ ეცოდინება რა. რომელი ფიგურა გახატიათ? რომელს გავარ? ნო, მეფეს ხوارდა. კარგი, მესამე გასაუბრს. თქო, შენ სხვააციე. კაი, მიდი. 1 2 3. პირველი და მეორეს წევდა ვასა. სამიანი აუწი, იმიტომ ფიგურა მაგ. ძალიან ჭკვიანი თვალები აქვს მეორე ნომერს. გონია რომ შეიძლება მეორე, ხო? ანუ სხვებს როგორი თვალები აქვს? ჭკვიანი სახეა. რას ნიშნავს? დანარჩენებს ანუ ავტომატურად დანარჩენებს როგორი სახეა? ავტომატურად ყოველას უფრო ჭკვიანის. ხო და ამიტომ შეიკავეთ ეგეთი ეფექტი. ხო, გითხარით. კარგი. მოდი გამორიცხები რა. აი ბიჭები თუ არიან გითხრან. ბიჭებო, თქვენ ხართ? არ ხართ. კიო. არა, არ არიან ბიჭები, არ არიან. ხო, პირველი ნომერი ხარ? არა, არა, კაი, სამ თვლაზე მაშინ გეხვეწები მეორე. რომელია სამ თვლაზე გადმოდგას ერთი ნაბიჯით სოფლიო ჩემპიონი. 1 2 3. ხო გითხარი. მადლობა ძალიან. აეგრე. აეგრე. თვალები არასდროს იტყუება, ყოჩა. მესამე ნომერს ვკითხავ, ჯერ რატომ დედოფალი? დედოფალს არ უკავა? ხომ აი ჭადრაკთან პატარაობაში მეს ვიღებდი მონაწილეობას მართლა. მაგრამ თქვა სოფლიო ჩემპიონობა ვერ მაგრამ მოცეკვავი ვარ მართლები ხარ. არა, ტანი გაქვს ძალიან სპორტსმენს. მაგიტო ვიფიქრე თავიდანვე რომ სპორტული. ხო, ჭადრაკიო. ბრავო, მეორე ნომერს ულოცავ, როდის გახდი? 2023 წელს გავხდი საბერძნეთში 15 წლამდე მსოფლიო ჩემპიონი, ასევე საქართველოს ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი 14 წლამდე სწრავდა ელვისებურ ჭადრაკში, სწრაფ ჭადრაკში გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, ელვისებურში მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი. ელვისებური რა? დრო გაქვს ცოტა, ხო? ორიანი ამოვიგლიჯე ხელიდან აი იმ ტატუს გამო. აი ესე მედო და ამოვიგე. იგლიჯეთ ეხა და იყავით. აი, აღარ მოგასწრებს. წარმატებები კიდევ ბევრი წარმატებები შენ და თქვენ საქმეში, ყველა თქვენ საქმეში. 5 ნომერს განსაკუთრებით მადლობა რომ თვითონ და. აი, ორჯერ დაგვიტყუდი. მადლობა დიდი. ნახვამდის. აბა, კარგად. ხელი ჩამოვართოთ ვაჟკაცო და დავიშალოთ. მარტალია დედას უწევ. რატო დავსაჯოთ ერთმანეთი თუ კი მოვიგეთ, ხო? აგერ ხელი ჩემი. აგერ ძმაკაცური ხელი ჩემი შე. კაი, ნუ მიდყ. აი ესე დავამთავრებთ, მანამდე კი თქვენ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. ო რა, მაჯები გაქვთ ბიჭებო, ყოჩა. ავიდეთ 450.000-ზე, რომ მე ავიდეთ 500.000-ზე. მაგარი სიტყვები. მაგარი სიტყვები.